ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. საქართველოს ისტორიაში მე-20 საუკუნის დასაწყისი დიდი პოლიტიკური ძვრებით აღინიშნა, რის გამოც კიდევ უფრო მეტი ქართველი სამშობლოდან შორს უცხოეთის ცის ქვეშ მოექცა. და რა გასაკვირია, რომ მათი ნიჭიც სხვა სახელმწიფომ გამოიყენა. ისტორიისთვის კარგადაა ცნობილი, რომ მრავალი ჩვენი თანამემამულე და მათი ნიჭი სამწუხაროდ რუსეთისა და საბჭოთა კავშირის იმპერიებმა შთანთქა. თუმცა მათთან ერთად არიან ისეთებიც, რომლებმაც თავდაუზოგავი შრომის, ნიჭისა და გამბედაობის ხარჯზე მსოფლიო მნიშვნელობის საქმე გააკეთეს. დღეს ჩვენ ერთ-ერთ მათგანზე შევჯერდებით. გიორგი ბალანჩივაძე, ცნობილი როგორც ჯორჯ ბალანჩინი, რომელიც მთელს მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად. მისი ღვაწლი ამერიკული კლასიკური ბალეტის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ფასდაუდებელია. 1950-იანი წლების ბოლოს ჟურნალ ამერიკაში, რომელსაც საბჭოთა მკითხველისთვის რუსულ ენაზე გამოსცემდნენ, ჯორჯ ბალანჩინთან ინტერვიუ დაიბეჭდა. ინტერვიუ თბილისში ბალანჩინის ძმამ წაიკითხა. სწორედ ასე გაიგეს საბჭოთა საქართველოში, რომ ქართველმა ქორეოგრაფმა ამერიკაში უდიდეს წარმატებას მიაღწია. აქამდე ამ იზოლირებულ სახელმწიფოში მის შესახებ არაფერი იცოდნენ. გიორგი 1904 წლის 22 იანვარს პეტერბურგში დაიბადა. ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლის მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში. მელიტონს გიორგის გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავდა, თამარი და ანდრია. ანდრია შემდგომში ასევე ცნობილი კომპოზიტორი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი გახდა. ოჯახის წევრები გიორგის სამხედრო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. ცხოვრება კი თურმე მას სულ სხვა ხვედრისთვის ამზადებდა. შვილებს შორის თამარი უფროსი იყო, რომელიც ბალეტზე უნდათ მieყვანათ. ამიტომ, როგორც კი პეტერბურგის მარიის საბალეტო სასწავლებელმა მოსწავლეთა მიღება გამოაცხადა, ბედის საცდელად გაეშურა. თამარს თან დედა და პატარა გიორგი ახლდა. იმ დღეს ისე მოხდა, რომ სასწავლებელში სწორედ გიორგი მიიღეს და არა მისი და. ამ დროს რუსეთში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. მთელი ქვეყანა რევოლუციის ქარცეცხლში გაეხვა, რის გამოც 1918 წლის დასაწყისში მთელი ოჯახი საქართველოში გაემგზავრა. პეტერბურგში მხოლოდ გიორგიმ მოისურვა დარჩენა, იქამდე სანამ სასწავლებელს დაასრულებდა. თუმცა მას სამშობლოში დაბრუნება არ ეწერა. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ახლად შექმნილ სახელმწიფოში ტოტალური რეჟიმი დაამყარა. მომავალმა დიდმა ქორეოგრაფმა ბალეტის პარალელურად სწავლა კონსერვატორიაში გააგრძელა. თავი რომ ერჩინა, საღამოობით კაფე ბარებსა და კინოდარბაზებში ფორტეპიანოს უკრავდა. 1923 წლიდან გიორგი ბალანჩივაძე პეტროგრადის ახალგაზრდა ბალეტს ჩაუდგა სათავეში, რომელშიც რუსული ბალეტის გამოჩენილი მოღვაწეები შედიოდნენ. მალე ცხადი გახდა, რომ საბჭოთა ხელისუფლებისთვის გიორგი ბალანჩივაძის შემოქმედება მიუღებელი იყო, რადგან მასში კაპიტალისტური სულისკვეთება უფრო ჩანდა ვიდრე სოციალისტური. 1924 წელს გიორგის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა. ახალგაზრდა საბალეტო ჯგუფს ევროპულ ტურნეში გამგზავრების უფლება მისცეს და ისი გერმანიაში გაემგზავრა. გიორგიმ საბჭოთა კავშირის კარი კარგახნით გამოიხურა და მიუხედავად მრავალი მუქარის შემცვლელი წერილებისა, უკან 38 წლის მანძილზე აღარ დაბრუნებულა. გერმანიიდან გიორგი პარიზში გადავიდა. სწორედ აქ მიიღო ხელოვანმა ბალანჩინის ფსევდონიმი. სულ 1 წლის ჩასული იყო პარიზში, დიაგილევის რუსული ბალეტის მთავარი ქორეოგრაფი რომ გახდა. სამწუხაროდ, მალე მან ფეხის მძიმე ტრავმა მიიღო. ამის შემდეგ პარიზის პრესამ მას ხელმოცარული არტისტი უწოდა, მაგრამ მხოლოდ ბალანჩინმა იცოდა, რომ სცენიდან არ უნდა ჩამოსულიყო. ტრავმის მიღების შემდეგ მთლიანად პედაგოგიურ საქმიანობაზე გადაერთო. ევროპაში ყოფნისას მან 9 დიდი ბალეტი და რამდენიმე ცალკეული ნომერი დადგა. 29 წლის ასაკში იგი საკუთარი ამერიკის აღმოსაჩენად უკვე აღმოჩენილ ამერიკაში მიდის. შტატებში მიწვევის შემდეგ ნიუ-იორკში ლინკოლნ კირსტეინის წინადადებით იგი ამერიკული ბალეტის სკოლას აარსებს. ეს არის ის ნიადაგი, რომელზეც შემდგომში ნიუ-იორკ სიტი ბელეტი აღმოცენდება. სწორედ აქედან იწყება ჯორჯ ბალანჩინის თავბრუდამხვევი ამერიკული ვოიაჟის ისტორია. 1934 წელს 30 წლის ბალანჩინიმ ამერიკიდან ევროპას სრულიად ახალი ხელოვნება შესთავაზა. ეს იყო საეტაპო დადგმა ჩაიკოვსკის სერენადა, რომლითაც ბალეტის ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია. მისი შემოქმედება საერთოდ არ გავდა მე-19 საუკუნის ბალეტს. აქ ბალეტი არ იყოფოდა მუსიკად და ცეკვად. მუსიკა არ იყო ცეკვის აკომპანიმენტი ან ფონი, ეს იყო ერთი მთლიანობა, როგორც სამყარო. მუსიკა ქაოსის მომწესრიგებელ ძალად გარდაქმნა.
მე მინდოდა, რომ ადამიანის სხეულის მოძრაობის სილამაზე, ნახაზის სისუფთავე და პლასტიკური გამომსახველობა გამეხადა დაუვიწყარი, რომ ბალეტი ყოფილიყო არა სოუსი, ან საწებელი სხვა რაიმე კერძისთვის, არამედ სრულუფლებიანი ხელოვნების აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახეობა, ამბობდა ბალანჩინი. რამდენიმე წელიწადში ის ბროდვეის საუკეთესო ქორეოგრაფი და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი გახდა. მას 100-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი აქვს დადგმული ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანისა და სხვა ქალაქების თეატრებში. მათ შორის ყველაზე წარმატებული ჩაიკოვსკის მაგნატუნა აღმოჩნდა, რომლის შესრულება ამერიკის შეერთებულ შტატებში საშობაო ტრადიციად იქცა. ქორეოგრაფები და ცეკვის ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ჯორჯ ბალანჩინიმ ჩაიკოვსკს ქართული ელემენტები დაამატა და ბალეტის სუფთა ნაციონალური მოძრაობებით გაამდიდრა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა საბალეტო ისტორიაში. თავდაპირველად, ბევრმა არ იცოდა გიორგის წარმომავლობის შესახებ, ამიტომ მოგვიანებით ყველა ინტერვიუში აცხადებდა, რომ ის იყო ქართველი და ამით უსაზღვროდ ამაყობდა. როგორც ჯორჯ ბალანჩინის მეგობრები იხსენებდნენ, მას ნიუ-იორკის ბინას სავსე ჰქონდა ქართული ნივთებით. ინახავდა ჩოხასა და ხატებს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს კი კვერცხების შეღებითა და საკუთარი ხელით გამომცხვარი პასკით აღნიშნა. 1960-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის ჩამოფარებულმა რკინის ფარდამრღვევა დაიწყო, გიორგი ბალანჩივაძე რამდენიმე ათწლეულის შემდეგ პირველად 1962 წლის შემოდგომაზე საკუთარ საბალეტო დასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. ეს ყოფილ საბჭოთა კავშირში მისი პირველი ვიზიტი იყო. საქართველომდე გასტროლები ჩაატარა კიევში, მოსკოვსა და ლენინგრადში. სწორედ აქ შეხვდა გიორგი თავის 44 წლის უნახავ ძმას. საბჭოთა თბილისში ბალანჩინის საბალეტო დასის გამოჩენა ერთდროულად იყო მეხის გავარდნაც და ცისარტყელას აელვარებაც. გიორგიმ ქართველ მაყურებელს ბალეტი ფანფარები წარუდგინა, სადაც პოლოფონია და ქართული შტრიხები, როგორც მუსიკაში, ისე ცეკვასა და კოსტიუმებში შეუიარაღებელი თვალითაც შეიმჩნეოდა. საინტერესოა, რომ სამშობლოში ჩამოსვლისას ჯორჯ ბალანჩინიმ ძმასთან ერთად მოიარა მთელი დასავლეთ საქართველო. სამშობლოდან ამერიკაში დაბრუნების შემდეგ კი განაცხადა: მე ვიგრძენი თავი ქართველად. ჯორჯ ბალანჩინის დასი საქართველოში მეორედ 10 წლის შემდეგ 1972 წელს ჩამოვიდა და როგორც წინა ჯერზე ამჯერადაც დიდი წარმატება ჰპოვა თბილისში. თავად გიორგი 1983 წელს გარდაიცვალა და ნიუ-იორკის ოკლენდის სასაფლაოზეა დაკრძალული. მას არ ჰყოლია შვილები. მთელ ენერგიასა და ენთუზიაზმს საკუთარ საქმეს ახმარდა. სიცოცხლის ბოლომდე იგი თავაზიანი, ღირსეული და თავდაჯერებული ქართველი იყო, რომელმაც ანდერძის თანახმად მთელი ქონება თავის საბალეტო დასს გაუნაწილა. იმ დროს ამერიკულმა ჟურნალ-გაზეთებმა, რომლებიც რთულად თანხმდებოდნენ ხოლმე ერთმანეთში ბალანჩინი ერთხმად აღიარეს მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ხელოვანად. მისი სახელის უკვდავსაყოფად ბროდვეიზე ლინკოლნ ცენტრამდე არსებულ პატარა ქუჩას, სადაც ნიუ-იორკ სიტი ბალეტი მდებარეობს, ბალანჩინის გზაქვია. ასევე საყურადღებოა, რომ პლანეტა მერკურიზე ერთ-ერთ კრატერს მისი სახელიც კი დაარქვეს. ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები როგორც მასწავლებელი, იმიტომ რომ მე ვასწავლე ამერიკას ბალეტი. ეს სიტყვები ეკუთვნის გიორგი ბალანჩივაძეს, ქართველს, რომელმაც გასული საუკუნის 30-იან წლებში საბალეტო ხელოვნება ოკეანის გაღმა ჩაიტანა და დაამკვიდრა. არავინ იცის საქართველოში რომ ეცხოვრა, იქნებოდა თუ არა ისეთი დიდი, რომ მისი შემოქმედება მთელი მსოფლიოს კუთვნილება გამხდარიყო. ამაზე მისი უმცროსი ძმის, არაჩვეულებრივი ქართველი მუსიკოსის, ანდრია ბალანჩივაძის ცხოვრება და შემოქმედებას დაგვაფიქრებს.